მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნა ქალაქ ბათუმში კლასიკური ბილიარდის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ერთისთვის ხელს შეუწყობს აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებას, მეორე კი ჩვენ რამაც რეგიონში სპორტული ტურიზმის ხელშეწყობას. Გაწუნებული ვართ, რომ მომავალშიც ქალაქ ბათუმი მიიღებს უფრო მაღალი რანგის შეჯიბს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უფრო მაღალი რანგის სპორტსმენები და უფრო მაღალი რანგის ტურნირი გამოგება ქალაქ ბათუმში. დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, 100-ზე მეტი მონაწილე 14 ქვეყნიდან. მსგავსი მასშტაბის ტურნირით ბილიარდის სამყაროში ვერ დავუკვეხნით ხშირად. ჩაიარა ვიტყოდი იდეალურად ცოტა ქართველი მონაწილეები რომ მეტი გასულიყვნენ ფინალში, მაგრამ არა უშავს. მათთვის სტიმულია, ყოველ დამარცხება სტიმულია გამარჯვებისკენ. რომ მეტი ვარჯიში და მეტის მიღწევებისკენ მოუწოდებ მათ და განმეორებული იყოს და მრავალჯერ ჩაგვეტარებინოს მსგავსი ტიპის ტურნირები საქართველოში. On behalf of the European ევროპის პირამიდის ფედერაციის საბჭოს სახელით მინდა მადლობა უთხრა მასპინძელ აჭარის ბილიარდის ფედერაციას და საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციას შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, პირამიდა სულ რაღაც გასულ წელს დაემატა ევროპის საუზო ბილიარდის სახეობებს და მოხარული ვართ, რომ პირველ წელს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 100 მეტ სპორტსმენმა 15 ქვეყნიდან. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემდეგ წელს გაიზრდება მონაწილე ქვეყნების რიცხვი. ასევე მადლობა მინდა უთხრა ულამაზეს ქალაქ ბათუმს და მის ხელმძღვანელობას შესანიშნავი ღონისძიების მასპინძლობისთვის. Thank you very much. დასრულდა ტურნირი და გავხდი გამარჯვებული. ქალაქ ბათუმმა ისევე როგორც ყველა აქ ცხოვრებმა მიგვიღეს და გვიმასპინძლეს იდეალურად. შევიძინე ბევრი მეგობარი, ასევე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მათი სტუმარ მასპინძლობით და გულითადი დახვედრით. ჩვენთვის ჩემპიონატმა ჩაიარა წარმატებით. ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა 4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ ჩვენი შედეგი იყო გიჟური. მე კი მოვახერხე გამარჯვება. ასევე მადლობას ვუხდი უკრაინის ბილიარდის ფედერაციას, რომლის გვერდში დგომით ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჩემპიონატზე. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა გულშემატკივარს, რადგან ტრიბუნებიდან იყო შესანიშნავი გულშემატკივრობა, რაც ეხმარებოდა მეჩვენებინა მაღალი დონის თამაში.